ჩემი ფირფიტების თეორია ეს არის ანიზოტოპურ დრეკად ფირფიტათა აქტიურად მათემატიკური თეორია. დრეკადობა არის პირობითი, იმიტომ რომ როგორც გამოჩნდა ის მიდგომა, რომელიც მე გამოვიყენე აფართოებს არა მარტო დრეკად შეიძლება პიეზო, ფოროვანი, ბინარული ნარევი შესაძლებელია აი ეს თეორია გამოვიყენოთ ძვლისთვის. შეიძლება გამოვიყენოთ ეს ზღვის სკერზე დანალექებისთვის. ესე იგი ჩემი აზრით ნიუტონის მერე ეს სითხე, გაზი, მყარი სხეული ისწავლებოდა განიხილებოდა ცალ-ცალკე, იმიტომ რომ ექსპერიმენტალური კანონები იყო განსხვავებული. იქ თქვა ჰუკის კანონი მოქმედებდა სითხესთვის ნიუტონის კანონი მოქმედებდა და ესენი გარეგნულად სხვანაირები იყვნენ. მაგრამ აღმოჩნდა რომ ეს ნავიე-სტოკსის განტოლებები, ეილერის არაცივი დრეკადობის თეორიის განტოლებები, პლაზმის განტოლებები შეიძლება ერთიანი ფორმით ჩაიწეროს. ოდნავ გაკვირვებული ვარ, იმიტომ რომ არავითარ საინტერესო პიროვნებას მე არ წარმოვადგენ. ვარ ჩემი აზრით პროფესიონალი მათემატიკოსი, მინდა რომ ყველაფერი კარგად გავაკეთო, როგორ გამოდის ამას დრო განжის.